ისრაელელი ბიზნესმენის სასო ჰოკი უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟაურეძისა და მისი კლიენტის თეიმურაზ კვარაცხელიას ბრალდებებს უარყოფს და ამასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. საქმე ეხება კვარაცხელიას მფლობელობაში არსებულ ბიზნეს ცენტრს, რომლის აქციებს ამჟამად სასო ჰოკი განაგებს და უფლებადამცველთა გაერთიანება მას ამ აქციების აღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. იურიდიული კომპანია BDO Legal, რომელიც ადვოკატირებას სასო ჰოკს უწევს, მას მედიის წარმომადგენლებისთვის ყველა დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს, რომელიც მის უდანაშაულებას დაამტკიცებს. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ქაღალდებს მის ბრალდებებთან დაკავშირებით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან მისი მარწმუნებელი ხელშეკრულებას ხელს იწულების წესით აწერილებდა. ნიკოლოზ მჟავანაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე სასო ჰოკის ადვოკატები მას დაუკავშირდებიან და საქმეს მოლაპარაკების გზით მოაგვარებენ. ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სრულ და ობიექტურ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ასევე ვისაუბრეთ ჩვენს საომავლო გეგმებზე, კერძოდ კი რა სახით და კანონის რა საშუალებებით აპირებს ჩემი მარწმუნებელი დაიცვას თავი მსგავსი სრულ ბრალდებებისგან. მათ თუ რეალურად მართლები არიან, მაშინ რატომ მოაწერინეს თეიმურაზ კვარაცხელიას ნოტარიულად დოკუმენტზე, რომ მე პრეტენზია არ გამაჩნია და ნებაყოფლობით გადავაფორმე ეს უძრავი ქონებაო. სად არის აქ ლოგიკა? თუ კი შენ ადამიანი ყიდი უძრავ ქონებას, ხომ? შენ თავდება ამით ხელშეკრულება დაიდო და გაფორმებული